სახელითა მამისათა დაზისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს შესასწავლო წმინდანთა ხსენებას. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი ზეციური ფარვლებისა და შუამავალთა ლოცვით ჩვენ მოგცეს გულისხმის ყოფა და ღვთისას სიკეთეს და სახარებისო სიტყვას თუ რა სიკეთე და წყალულო გიყოჩა ღმერთმა ვაცნობიერებდეთ და ვხედავდეთ და ვთხოვთ ჩვენს ზეციური ფარვლებს რომ მოგცეს გულისხმის ყოფა რომ სულიერი თვალი აღიქიოს. ეს საკითხული სახარება ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ყველასთვის. შობიდან და ზის ტაძრის შესასვლელთან და ითხოვს მოწყალებას. და ყველა მიცის რომ ეს შობიდან არის. აიშალოთ დღეს მაცხოვარი მიდის და ასრულებს სასწაულს. და ამ სასწაულის მხილოვნით ბევრი ადამიანი იწყებს შფოთს და იწყებს გაკითხვას, თუ როგორ შეიძლება შაბათს ამ სასწაულის მოხდენა. დაიბარებენ ამ შობიდან მას, რომელსაც უკვე აიხილა თვალი და არა მხოლოდ ხორცელი თვალი აიხილა სულიერი თვალი. საოცარია ეს რწმენა, ვარც არაფერია რომ აქვს დაბადებიდან ძმა იყო სინათლე. მაგრამ როგორც კი მივიდა და უთხრა მაცხოვარმა და სასწაული აღსრულა, თიხა მოზილა. განერწყა თიხა მოზილა თვალებზე და უთხრა სიუავის აი ეგ საბანელთან მიდი და მოიმა. ეს იმიტომ რომ უფალი ყოველთვის ესე იქცევა, დაფარული იყოს მისი თაებრიობა და ამ სასწაულებით ადამიანებში თუ რაიმე მერყეობა არის, ამას ხილული სასწაულით განაგდებს და განაკვირვებს ამ მერყევი ადამიანების გულიდან და გონებიდან. და აიხილა თვალს და ეუბნებიან ფარისევლები, მაგრამ ეს ვინ მოახდინა ეს სასწაული? ყველა მიცის სახელზეც ცნობენ, რომ ეს დაბადებით არის უსინათლო. და ეკითხებიან, ვინ იყო, რა ერქვა მას სახელი? მე არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ აი თვალი ამიხილა. და როგორ ესე თიხა ტალახი დავიდე, შემდეგ ჩამოვიდა. მაგრამ ეს როგორ შეიძლება ხალხი დაბდეოდა და იცავდა ეს არ არის დაბადებით უსინათლო იყო. დღეს ესე როგორ აიხილა თვალი, არავინ არ უჯერებს თავის თვალს. მაგრამ დაიწყეს ცილისამბა. არა ეს მეგონი მისი მსგავსია, თუ ის ადამიანი არ იქნება. თუ როგორ შეიძლება რომ მას ესე აიხილოს თვალი, მიდიან და კიდევ ეკითხებიან. ვინ იყო და რა იყო მისი სახელი? სახელი მე არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ მე თვალით ვიხედები. მაშინ ეს შმაკეული იქნება. მე არ ვიცი რანაირად იქნება შმაკეული. ეს ბრმა, დაბადებით ბრმა, რომელმაც პირველად დაინახა ხილული სამყარო. მაგრამ წმენა იმიტომ რომ ერთ უნდა იყოს. მე არ ვიცი ეს როგორ იქნება შმაკეული, როცა აი ამ სასწაულს მოხდენს თავად ეს უსინათლო ყოფილი უფროსობად იძახის რომ არის წინასწარმეტყველი. წინასწარმეტყველი აღმატებული იყო. ანუ წინასწარმეტყველი წინაშე მართლაც მცხოვრები ადამიანი. ამაზე ბრაზდებიან როგორ წინასწარმეტყველი. ჩვენ ვამბობთ რომ ეს შმაკეული იყო, იმიტომ რომ მარჯვული დააღვია. შაბათ დღეს საქმე აღასრულა. მე არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია რომ ეს თვალით ხედა. არ ერწყმოდა მის ნათქვამს. მოიყვანეს მშობლები. და მშობლებს ეკითხებიან, ნამდვილად თქვენი შვილია? მშობლები ეუბნებიან, ნამდვილად ჩვენი შვილია. და ნამდვილად დაბადებით ბრმა იყო. ნამდვილად დაბადებით ბრმა იყო. აბა დღეს როგორ ხედავს? მე ეს არ ვიცი, ნამდვილად ჩვენი შვილია, რომელიც დაბადებით იყო ბრმა. და იმ ხელა ასაკია ყოველსოქი. თავად კითხეთ, ვინ ჩვენ მხოლოდ ხედავთ ამ სასწაულს. მოიყვანეს ეს უსინათლო ყოფილი და ეუბნებიან, ვინ იყო ის? მე არ ვიცი სახელი მის, მაგრამ ვიცი რომ მითხრა და ამეხილა თვალი. ვერ მოაგვიყვანეს, ვერ შეაცდენეს. როიტან ვერ წარმოვიდეს აქეს, რომ მე იქიდან კიდევ დავაგაეგრძელებია. გაბრაზდნენ და გააგდეს სინაგოგიდან და აუგზავნეს იქ შესულ სასჯელად. ქუჩაში იყო და მივიდა მაცხოვრებელთან და წავს და ჯერა რომ ეს ასე იყო ეუფალ
წას. თითქოს აი ამ სახარებისეული მონათხრობით უფალი ჩვენ ვასწავლეთ. შეიძლება ხილული ხოცელი თვალი ქონდეს, მაგრამ ვერ განიცდებით ის მადლს და არ იყო მადლიერი ღვთისგან ჩვენზე მოსვლილი და მოცემული სიკეთის წყალობისათვის. მაგრამ შეიძლება იყო უსინათლო, მაგრამ ქონდეს სულიერი თვალი, ხედვა, რომ ნათლობს ერწყმული და ღვთისმოდო მოვლენილი სასწაული მიიღო ისე როგორც არის. არაფერი განუყოფა არ არის. მან აღიხილო თავი, რომელმაც თქვა წადით ეხა წაიშვი და მერე საბანელზე სილოვანის საბანელზე მოიბანე წყლით. ისევაც ჩვენს. უამრავ სასწაულს ხედავთ, მაგრამ აი სასწაულს ვეძებთ. დღე-დღენდება და რამდენად და მაინც კიდევ ამატებით რაღაცა სასწაულს ვეძებთ და არ გვაცნობთ რომ სახარებაში ნახავთ. ნუ გავყვებით იმას, რომელიც გეტყვის, რომ აი აქ არის ქრისტე, ან იქ არის ქრისტე. იცოდეთ, რომ ესენი სრულ წინასწარმეტყველები არიან და სიცრუეს ამბობენ. თქვენ კი უფლისა ცნება, რომელიც არის, ვინც ეს თავდაღობით და მორჩილობით მინებს, მან მიიღოს ყველაზე დიდი ცოდნა, ზეციური სული წმინდის ცოდნა. და ამის მაგალითად ჩვენ მოციქულთა პერიოდის შემდეგ თაობებს მაგალითი გვაქვს. მეთეზური მოწიგნული მეთევზეები უფალო საფრთხო სიბრძნის მკვლელად და მატარებელად აქცია. წავიდნენ მერე მოციქულები და მთელი მსოფლიო მოიმუშაკეს და მოინადირეს. და ყველა სახარეს უფლის შობა, გახორციელებდა შობა და ჯვარცმით თითეული ჩვენთაგანის გამოხსნა. უბრალოდ არ წმენა. აქ ამბობს უფალი, დოგმის მართლის ოდენაც უნდა ქონდეს. მაშინ ყველაფერის შენი ნათლი ღვთისინაში ლოცვა აუცილებლად შესმენილი იქნება. დიდება და მადლობა ღმერთს, თორ ჩვენს შუამოვანწმინდანებს, სულიერი თვალი აგრეთვე, თორემ ხორციელი თვალით სულიერს ვერ შევიცვლით, ვერც გონები და ვერც სოდით, თავარი არის რწმენა. რწმენის გარეშე საქმე არაფერი არ სრულდება, კეთილი. და კეთილი საქმე მხოლოდ ღვთის მადლით ან რწმენით ხდება შესაძლებელი ყველაზე დიდი წვენი უფლის წინაშე. ისევე როგორც წირვაზე დგავ და ვინც რწმენით დგას, მათთვის ზიარება, აქ ზიარების ოცებში ვკითხულობ. ნუ სასჯელად და დასაჯელად მექმნება ზიარება წმინდა ხორცისა და სისხლისა შედის. ხოლო ვინც რწმენით არ არის, აი იყო ესეთი შემთხვევა, წმინდანი იდგა ტაძარში ხილულად ხედავდა, რომ ეპიფანე კუპრები და ეს პატრიარქის ხსენება არის კონსტანტინოპოლის. იყვნენ ადამიანები, წმინდანები, რომლებიც ხილულად ხედავდნენ სული წმინდის გადმოსვლას. და ეს იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ყველა თანამწირველი ამას ელოდებოდა. ერთხელაც ლოცვის დროს ეს ზეციური სული წმინდის ცეცხლი არ გადმოდა. დაფიქრდა წირველი მღვდელმთავარი, დახმარეს უთხრა, რომ აი იქ ტაძარში ერთი ადამიანი დგას და შემოიყვანეთ ის, შემოიყვანეთ და უთხრა, შვილო, შენ დღეს არ ახარ მზად, რომ წირველზე იდგე და დატოვე ტაძარი. დატოვა ტაძარი და გადმოვიდა სული წმინდა. იყვნენ დიდი მამები და არიან დიდი მამები. უბრალოდ ჩვენ ერთი არ გვიცხადებს მათ სახელებს. იმიტომ რომ ვერ დავიდეს და ეშმაკის ბოროტიც ამ გაცხადებულ სიწმინდეს აუცილებლად ბრძოლას დაუწყებს. და ამას ხილულადაც ხედავთ. ამას ჩვენ ცხოვრებაშიც ხედავთ. ღმერთი იძლევა იმ სიხარულს, რომ ესეთი ღვთის მოყარე და მოშიში ადამიანების გვერდით გვიწევს ცხოვრება. და ესეთი ადამიანების ლოცვა ღვთისაგან შეისმინებოდა ეს ხილული სამყაროს მათ ლოცვაზე დგას. ესეთები იყვნენ, აიხვაც არიან ატომის თავზე, ამერიკის უდაბნოში, არიზონის უდაბნოში, რუსეთში, საქართველოში, გაბრიელ ბერთან, სალოსთან, გვერდის გვერდ დავდიოდნენ და ვერც ვერაფერს ვერ ხედავდით, ხო? სანამ ერთმანეთს ანადიდნენ ისე, აი ეს ღვთის წინაშე დაბალობები ღვაწლი. ისე იქნება დღესაც. არცო განიკითხოთ ის, ვინც გონებრივი, კაცობრიობი გონებით,
გონიათ რომ სწორდავს ან რაღაცა უჯეროს აკეთებს. იმიტომ რომ ნერთმა თამხილავდა იცის ვის როგორი რწმენა და როგორი გული აქვს. ვთხოვთ უფალს ჩვენი სულიერი თვალე აღმოხილოს და მოგცეს ყველაზე მთავარი რწმენა უფლისა და სიყვარული მოყვასისა. და ეს მინდობის სიტყვა და გული და მონება გამზადებული ნიადაგი არის რომ ღვთისამართ მიიღოს და თავად იმედველოს იმ სამთო სიკვდილით რომელსაც წიგნში ამომიგდოთ მაგრამ გულში ვერ დავაბავოთ ვერ დავიუღოთ რადგან არ შეიძლება რომ ეს სიმდიდრე უღირს ადამიანს ხელში ჩაუვარდოს. მოციქულთა საქმეში გახსოვთ არის ერთი ესეთი ადგილი კონტროლი. მიდის მოგვის სიმბოლი და მოციქულს რო არის მაგრამ მომეცით და ფულს გადავარჩი. ხო და პეტრე და პავლე ჩვენო ისეთი რამ გვაქვს მაგალითად ფულში არ უნდა გაიცნო. მოკლედ შეავდოთ ვიყიდე ფულით ამას იმენად მომდე თუ ამ ბორდი საქმეებისთვის რომ მე ელაპარაკო რომ აი ეს მადლი მაგ მაგრამ ეს მადლი კი არა ეს ჩემი სიწმინდისა გამოხდება ესეთი რამ და აი ეკლესია იცოდა რა ეს ფაქტი რჯულის კანონში სოდას რომლითაც მაგალითად სასულიერო ხარისხი შეიძლება შეიძინოს ადამიანს უწოდეს სიმონია ზეგი ფულით შეძენილი სასულიერო წოდება არის აი იმ უგანო ადამიანის სახელდებით ყველასთვის საცნაურად გადმოცემული. კლავაც მერცხობ ჩვენი სულიერი თვალი იყოს მხედრული საფრთხო მადლისა და მადლიერი საფრთხო ძლიერებისა და დიდებისა. ამინ. ქრისტეა. ქრისტეა. ქრისტეა.